მოგესალმებით მეგობრებო. უნდა ვისაუბროთ ეგრეთ წოდებულ ცისფერ მთვარეზე. მოკლედ მეგობრებო, ჯერ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რატომ ქვია საერთოდ ეს ცისფერი მთვარე და რატომ მოკლედ არის რაღაცა გაფეტიშებული და მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოხვდა ინტერნეტში. უმრავლესობა არ არის სინამდვილე, ამიტომ ეხლა უნდა განვიხილოთ თუ რა არის სინამდვილეში ცისფერი მთვარე და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ მოკლედ აი ამ პერიოდში ის ენერგიები მაქსიმალურად პროდუქტიულად რომ მივიღოთ რაც ახლა არის გარემოში, ხო? რაღაცა სრულწმენების და სტერეოტიპების და რაღაცა სისულელეების გარეშე მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სრულ ინფორმაციად ვრცელდება ხოლმე. მოკლედ, ცისფერი მთვარე რატო ქვია? წელიწადში გვაქვს ხოლმე ძალიან იშვიათად, ეს არის დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ. როდესაც თვეში ემთხვევა 2-3 მთვარეობა. მაშინ ვამბობთ ხოლმე, რომ ესე იგი ეს ბოლოს ასომთვარეობა რაც არის, თვის ბოლოს ეს გამოდის ხოლმე ცისფერი მთვარე. ასე ანუ რეალურად არ იცვლის მთვარე ფერს, რა თქმა უნდა. ანუ არ არის ცისფერი რეალურად მთვარე. უბრალოდ ასე სახელწოდება აქვს. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ იშვიათია. და ეს ხუთშორის ძალიან საინტერესოა, ეს ლინგვისტურად ეს წარმოვიდა ესეთი ინგლისური ფრაზიდან once in a blue moon, ხო? ანუ როდესაც რაღაც ძალიან იშვიათად ხდება, ხო? ეს სწორედ აი აქედან წარმოვიდა მოკლედ ეს სახელი ცისფერი მთვარე, იმიტომ რომ არის იშვიათი, 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება. ესე იგი, 1 მაისს გვქონდა ჩვენ სასუნთვარეობა და ეხლაც 31-ში გვაქვს სასუნთვარეობა. ამიტომ მაისის თვეში 2 სასუნთვარეობა დაემთხვა, შესაბამისად ეს არის ძალიან ტრანსფორმაციული და საინტერესო თვე. ბოლოს მსგავსი კომბინაცია გვქონდა ჯერ კიდევ 2023 წელს და შემდეგი გვექნება მეგობრებო 2028 წლის დეკემბერში გვექნება, ესე იგი თვის განმავლობაში 2 სასუნთვარეობა. მოკლედ რა მითებია ესე იგი, რომ თითქოს ეს არის რაღაცა ზედმეტად უნიკალური რაღაცა სასუნთვარეობა. რა თქმა უნდა, ეს არის იშვიათი სასუნთვარეობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან დიდად განსხვავდება სხვა სასუნთვარეობებისგან. არა. რეალურად ესეც კლასიკური სტანდარტული სასუნთვარეობა, მეგობრებო, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინაიდან არის უფრო იშვიათი, ჩვენ შეგვიძლია, რომ აი შემდეგი ცისფერი მთვარე რომ დადგება მოკლედ აი ამ ციკლის განმავლობაში ჩვენ რაღაცა პორტალი გავხსნათ და აი დავუშვათ მომავალი დავაპროგრამოთ. ეს ნამდვილად შეგვიძლია. დანარჩენი რაც წერია ინტერნეტში ამ ცისფერი მთვარეზე არის სრული აბსურდი და სისულელე და სრულწმენა. მოკლედ, რა შეგვიძლია რომ რეალურად დავაპროგრამოთ ჩვენი მომავალი, ხო? ანუ შემდეგი ციკლი როცა იქნება, მოკლედ აი ამ ცისფერი მთვარის 2028 წლამდე მოკლედ რა ცხოვრებაც გინდათ რომ მიიღოთ, რაღაცა რა პრობლემებიდან განთავსუფლდეთ და ასე შემდეგ, ამის საშუალება გაქვთ უბრალოდ. ანუ ეს მაგას ნიშნავს. კომპიუტერი თუ არ შემოსულ მეგობრებო, რომ კარგად დავინახო, ესე იგი რამე კითხვები თუ არის, იმიტომ ტელეფონიდან არ მიჩანს ხოლმე. და მოკლედ განვიხილოთ რა ნიშანში გვაქვს ეს სასუნთვარეობა და რას ნიშნავს ახლა ეს. შულდოსნის ნიშანში არის ახლა მთვარე. ვინაიდან მზე არის ტყუპებში, ხოლმე სასუნთვარეობა ხომ არის მზე მთვარის ოპოზიცია, ხო? ანუ მზის და მთვარის მდებარეობა ოპოზიციურ ნიშნებში. მზე გვაქვს ტყუპებში და მთვარე ავტომატურად რა თქმა უნდა მოხვდა შულდოსანში, ანუ საპირისპირო ანტაგონისტი ნიშნები.
მთვარე მშვილდოსანში და თან ეს არის ცისფერი მთვარე. ეს არის რა? ზოგადად მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი ხარ, რომ გავიგოთ როგორი გავლენა ექნება ამ სასუნთვარეობას ჩვენზე, ხო, ამ ცისფერი მთვარის. უნდა ჯერ არსი გავშიფროს მშვილდოსნის, ხო, ასტროლოგიაში. ეს არის რწმენა, ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის რაღაცა ჰორიზონტების გაფართოება, ეს არის მოგზაურობა, უცხოეთი მასშტაბირება. და ეს არის პრინციპში ის რწმენა და ის იდეები, რისთვისაც თქვენ მზად ხართ, რომ იბრძოლოთ, ხო? ამიტომ ეს თემატიკა მოდის ახლა წინა პლანზე. რა რწმენა წარმოდგენები გაქვთ, რა ფილოსოფია გაქვთ ცხოვრებისეული, ეს ყველაფერი უნდა დაალაგოთ ახლა თქვენს თავში. თუ რაიმე რწმენა წარმოდგენები გაქვთ, ისეთი რაც პირიქით გაფერხებთ ცხოვრებაში, ამისგან განთავისუფლებისთვისაც იდეალური პერიოდია. ახლა ეს არის ასევე რელიგიასთანაც კავშირში, ხო? ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ ილოცოთ და უშუათ, ხო? დაანთოთ სანთელი, ხო? თუ გაქვთ საეკლესიო სანთელი სახლში. იმიტომ რომ რელიგიასთან რწმენასთან არის კავშირში ასევე მშვილდოსანი. ამიტომ აქ პრინციპში საკმაოდ საინტერესო ეგრეგორი აქვს მშვილდოსნის ნიშანს და როდესაც ეს სასუნთვარეობა, ხო, ეს ცისფერი მთვარე დაემთხვა ამ ნიშანს, ეს ძალიან საინტერესოა, აი რაღაცა ტრანსფორმირება და გადაფასება მოხდება თქვენი ფილოსოფიური ხედვის ცხოვრებას, როგორ აღიქვავს თქვენს როლს ცხოვრებაში რა. ჰორიზონტების დაპყრობა გინდათ ან არ გინდათ და თუ არ გინდათ, რატო არ გინდათ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ღრმა ფილოსოფიური საკითხები მოაქვს აი ამ სასუნთვარეობას. კარგი არის რომ თქვენ თავს დააკვირდეთ, მოკლედ აი დღეს 31 მაისს, ახლა მე კი ცოტა გვიან მომიწია ლაივი, მაგრამ 1 ივნისაც ექნება ამას გავლენა. ზოგადად სასუნთვარეობას დაიმახსოვრეთ. კიდევ 2 დღე მაინც აქვს ხოლმე გავლენა ჩვენზე ენერგეტიკული, ამიტომ არ ინერვიულოთ, მოასწრებთ კიდევ რიტუალების ჩატარებას. დღის განმავლობაში რა ფიქრები გქონდათ, რა აზრები გქონდათ, რაზე გქონდათ უბრალოდ რაღაცა სევდა თუ იყო სევდა და ასე შემდეგ, რა ფიქრები მოდიოდა დღის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვაჩვენებს არაცნობიერში, ესე იგი რაზე გვაქვს სამუშაო, ხო? ეგ ფსიქოლოგიას რო ჩართოთ, ხო? არაცნობიერიდან ცნობიერში გამოიდევნება მოკლედ ის ტრავმები და ის საკითხები და უშუალოდ რაც იყო დამალული წინა ერთი თვის განმავლობაში სასუნთვარეობაზე. მე ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე ჩემს ლაივებში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამაზე ლაპარაკი. ხა ამაზე ისე არ საუბრობენ ხოლმე, მე არ შემთხვედრია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ, იმიტომ რომ მთვარეს ეს მეცნიერულადაც არის დამტკიცებული, რომ აქვს გავლენა ჩვენს ფსიქიკაზე. ამიტომ ძალიან კარგი არის ჩვენს ფსიქიკაზეც ვიმუშაოთ, ხო? აი გავწმინდოთ ჩვენი ფსიქიკა ამ პერიოდში, ხო, სასუნთვარეობის პერიოდში, განსაკუთრებით ეს ცისფერი სასუნთვარეობა რო გვაქვს, ეს არის საკმაოდ იშვიათი მოვლენა, ამიტომ უფრო რა თქმა უნდა ძლიერია და შეგვიძლია რომ აი რაღაცნაირად დავაპროგრამოთ ესე იგი ჩვენი შემდეგი ასე ვთქვათ 2 წელი, ხო, სანამ გვექნება შემდეგი ცისფერი სასუნთვარეობა. ეხლა როგორ დავაპროგრამოთ, ხო? ამაზე უნდა ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებთ, აი რა რიტუალი შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. ჯერ კითხვებს გავცემ პასუხს. როგორი ეს არის პერიოდი კირჩხიბისთვის. კირჩხიბისთვის როგორი პერიოდია? ეხლა მეგობრებო, დაახლოებით ესე 21 ივნისამდე კირჩხიბებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. ამიტომ უმჯობესია მეტი დაისვენონ. ეს ეხება კირჩხიბებს და ეხება მშვილდოსნებს, აი მშვილდოსანზეც იყო აქ კითხვა. მოკლედ მშვილდოსანი და კირჩხიბი ეს ორი ნიშანია, ენერგოტონუსი რომ აქვთ ხა დავარდნილი, ხო? ამიტომ კარგი არის რომ მეტი დაისვენონ და რაღაცა არ აყვნენ რაღაცა პროვოკაციებს ამ პერიოდის განმავლობაში უბრალოდ, ხო, რაღაცა ფსიქოემოციური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მოკლედ რა რიტუალს ვაკეთებთ? მთვარის ენერგიებთან მუშაობა ძალიან კარგი არის, აქ სტიქიების გამოყენებაც შეიძლება, მეგობრებო, ვისაც გახსოვთ, რომ გასწავლეთ რიტუალი მთვარის ელექსირი. ეხლა გავაკეთოთ სხვანაირად, მოკლედ. კარგი არის სტიქიებთან მუშაობა, ამიტომ კარგი არის რომ ამათოთ სანთელი
ვინაიდან მშვილდოსანი არის მაინც ცეცხლის სტიქის, კარგი იქნება თუ გაქვთ წითელი სანთელი, იმიტომ რომ მაინც წითელი ფერი უყვარს მშვილდოსანს, ხო, ეს წითელი და ეს მკვეთრი შინდისფერი ფერები არის მშვილდოსნის ერთგვარი აპოგეა, ხო, ასტროლოგიაში, ამიტომ კარგი ამ ფერების გამოყენება. თუ არ გაქვთ ნებისმიერი სანთელი გამოდგება, არ აქვს მნიშვნელობა ეს საეკლესიო იქნება თუ ისე ჩვეულებრივი ცვილი სანთელი. ცეცხლის სტიქი აქ გვჭირდება, იმიტომ რომ მაინც ეს ცეცხლის ნიშანია. შემდგომში ჩვენ შეგვიძლია ფურცელზეც კარგია პრინციპში, აი ფურცელზე დავწეროთ, აი აღვწეროთ, უკვე აღვწეროთ ფურცელზე, როგორი არის თქვენი იდეალური ცხოვრება, მოკლედ აი იმ 2028 წლის ბოლომდე, მოკლედ აი სანამ ესე იგი არ იქნება ჯერ ეს ცისფერი მთვარე, ხო? ანუ ფაქტობრივად ეხლა პორტალი არის ხო, გარკვეული გახსნილი, ანუ აი 2026 წლის მაისი და იხურება ეს პორტალი 2028 წლის დეკემბერში, ხო? მაშინ იქნება უკვე ახალი პორტალის გახსნა, შემდეგი 2-3 წლიანი პორტალის. ამიტომ თქვენ აღწერთ უმჯობესია აწმყო დროში გავაკეთოთ უკვე, ხო, უფრო რომ იმოქმედოს. ხა მე წინებზე გეუბნებოდით ხოლმე, რომ აი შეიძლება აწმყო დროშიც და სამომავლო დროშიც რომ აი დაუშვათ სამყაროს რო ეუბნებით, რომ აი დაუშვათ მე მინდა ეს მივიღო. ან მეს უკვე მაქვს. კი, ორივენაირად შეიძლება ხოლმე, მაგრამ ეხლა უმჯობესია რომ უფრო აწმყო დროში დავწეროთ, რომ მე უკვე მაქვს. აი მე ვცხოვრობ ასე დაუშვათ. როგორ გამოიყურებით, როგორი არ ვიცი, მატერიალური მდგომარეობა გაქვთ, ხო რას მიაღწიეთ, ხო და ასე შემდეგ, მოკლედ აღწერეთ თქვენი ცხოვრება იდეალური, როგორიც გინდათ რომ მიიღოთ. და შეგიძლიათ კიდევ რა გავაკეთოთ, ესე იგი, აღწეროთ როგორ წავიდა ნეგატივი თქვენი ცხოვრებიდან და ჩამოთვალეთ რა პრობლემები წავიდა დავუშვათ უმტკივნეულოდ თქვენთვის და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხო? არ ვწერთ ნეგატიურ ფორმულირებებს, ხო? ანუ არ ვწერთ რომ მე არ მინდა პრობლემა და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ ვწერთ მე ვარ იღბლიანი და უშუალოდ დაცული და ასე შემდეგ. ხო? ანუ პრობლემის საპირისპირო უკვე რაც გამოდის, ხო? იმას წერთ უბრალოდ. და ის რომ დავუშვათ გამთავისუფლდი რაღაცა ამ და ამ პრობლემებისგან ამის დაწერა კი ბატონო შეიძლება. და არ დაგვავიწყდეს მადლიერება, რაც უფრო მეტჯერ დავწერთ მადლიერებას სამყაროს მიმართ, ხო? მადლიერება ზეცის მიმართ, ჩვენი მფარველი ანგელოზების მიმართ, ეს იდეალურია ამ შემთხვევაში. ანუ მადლიერების ენერგია უნდა ჩავაქსოვოთ. ხო. მოკლედ ამას დავწერთ. უმჯობესია დაელოდოთ, რომ სანთელი ბოლომდე დაიწვას და აი ამ პროცესში, ესე იგი, ამას რო ვაკეთებთ, შეგიძლიათ ჩართოთ, არ ვიცი, ინტერნეტში არის ხოლმე გალობა მაგალითად, ან შეგიძლიათ მანტრა ჩართოთ, ან უბრალოდ კლასიკური მუსიკა, ან მაღალვიბრაციული 700 ჰერციანი მუსიკა რო არის, თუნდაც ეხლა მე რაც მაქვს ფონზე, ხო, იმ მსგავსი მუსიკა, უბრალოდ აი ვიბრაციები რო ამაღლდეს და თქვენ უფრო მარტივად დაუკავშირდეთ თქვენს უზენაესმეს და მოკლედ იმ ვიბრაციებზე იყოთ, რა ვიბრაციებზეც უკვე შეიძლება რომ პოტენციურად მიიღოთ ის ცხოვრება, რაც თქვენ გინდათ. ხო, ამისთვის გვჭირდება ეს. კარგი არის რომ ჩართული გქონდეს. ხა ვიღაცას უყვარს მაგალითად ბახის მოსმენა, მოცარტის, ვივალდის და ასე შემდეგ, შოპენი, შუბერტი, ბერლიოზი არ არის პრობლემა. კლასიკური მუსიკაც მაღალ ვიბრაციულია და შეგიძლიათ ჩართოთ, ხო? ამიტომ ეს გემოვნების საკითხიც არის, ხო? ეხლა ვის როგორ ეკომფორტულება. მოკლედ დაიწყება ეს სანთელი. კიდევ ერთხელ ვამბობთ მადლობას სამყაროს მიმართ, ზეცის მიმართ, ჩვენი მფარველების მიმართ და რას ვაკეთებთ ეხლა ამ ფურცელზე, ესეც გაინტერესებთ ხოლმე. უბრალოდ დაკეცეთ და შეინახეთ ისეთ ადგილას, რომ ვერავინ ვერ ნახოს და ვერ წაიკითხოს 2028 წლამდე. 2028 წლის დეკემბრამდე. მე შეგვიძლიათ ისე გახსნათ, გაშალოთ და წაიკითხოთ, აი რამდენი პუნქტი ახტა, დავუშვათ, ხო, იმის
რაც ჩაიფიქრეთ. თუ რომელიმე პუნქტი არ ახდა, აქ სხვა საკითხი უნდა განვიხილოთ. ახლა ზოგი ადამიანი წერს ხოლმე ცოტა არარეალურ თანხებს. ახლა მაგალითად ახლა მილიარდი ვიდა მოვიზიდო და ტრილიონი და ასე შემდეგ. ახლა ეგ ცოტა ისეთი საკითხია, მოკლედ რაღაცა ისეთი უნდა დაწეროთ, რაც პოტენციურად ხო თქვენ შეგიძლიათ რომ მიიღოთ. თქვენმა ფსიქიკამ შეიძლება ეს გაატაროს და მიიღოს. ამიტომ ადეკვატურად უნდა დავწეროთ, მოკლედ. ანუ რისი ატანის საშუალებაც გაქვთ და მიღების ის დაწერეთ, მოკლედ. იმიტომ რომ ახლა ბევრს გონია რომ მარტივია ეს რაღაც მილიონები და მილიარდები და მაგას ისეთი მოფრთხილება უნდა მე და სწორი განკარგვა რომ საერთოდ არა მარტივი მინდა გითხრათ. ამიტომ ეს ერთი შეხედვით ჩანს რომ რა მარტივია და საერთოდ არა მარტივი. ამიტომ აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას. აი არის ესეთი გამოთქმა რომ უნდა გეშინოდეს რაზე ოცნებობო, იმიტომ რომ მე ოცნება თუ ახდება და შენ არ ხარ ამისთვის მზად, მე შეიძლება დაგანგრიოს ამ შენმა სურვილმა და ოცნებამ საერთოდ. ამიტომ უნდა გონივრულად, მოკლედ, გააზრებულად მიუდგეთ იმას თუ მარტო ის კი არა მე რა მინდა და ჩემს ეგოს რა უნდა. ხა ეგოს ვერასოდეს თქვენ ცხოვრებაში ვერ დააკმაყოფილებთ. შანსი არა რომ ეგო დაკმაყოფილდეს. მილიონი აქვს, მილიარდი უნდა, 1 მილიარდი აქვს, 10 მილიარდი უნდა, მე 100 უნდა, მე 200, მე 300, მე კიდე რაღაცა არ მოწონს. ეგო არის დაუკმაყოფილებელი. ეს არის ეგოს ბუნება. ამიტომ თქვენ თუ თქვენს ეგოს უყურებთ, ეგო ყოველთვის უკმაყოფილო იქნება. უბრალოდ უნდა შეგეძლოთ ამ ეგოს გაჩუმება. ამიტომ ეგოს კი ნუ შეხედავთ ახლა, არამედ შეხედეთ თქვენ სულს რა უნდა, თქვენს არაცნობიერს რა უნდა და რამდენად ხართ მზად, რომ აი ამ 2 წლის განმავლობაში პორტალი რო ღია იქნება, აი ამ 2 წლის განმავლობაში მოკლედ უნდა ჩაიშვას თქვენი პროგრამა, რასაც დაწერთ და უნდა მიიღოთ ის, რასაც დაწერთ. რამდენად ხართ მზად, რომ აი ამ რეალურად ახლა 2 წელი არ არის ძალიან დიდი დრო. ამ მოკლე ხანში რამდენად ხართ მზად, რომ თქვენი ცხოვრება ისე შეიცვალოს, როგორც თქვენ დაწერთ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა სიბრძნე ჩავრთოთ, მოკლედ. ანუ ისე კი არ არის, რომ ახლა მე დავწერო, რომ იქ იახტა მინდა და ის მინდა და ის მინდა. მე ხარ მზად, მე რომ მაგას მოუარო, ან შეინახო, ან ასე გამოიყენო, საერთოდ რაში გჭირდება. ანუ ლოგიკა ჩავრთოთ. რა გჭირდებათ და რა არის თქვენთვის პრიორიტეტი, ხო? ამიტომ აქ ეს ერთგვარი სიბრძნეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანი აკეთებს გააზრებულად ამ ნაბიჯს, ხო, რა პროგრამას წერს, რომ როგორ შეიცვალოს ცხოვრება და ეხლა ეგ ძალიან საინტერესო რამეა. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში, სხვადასხვა ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი ყვება, როგორ გააკეთა მსგავსი მანიფესტაცია და მე მართლაც მოუვიდათ ის წარმატება, ის მილიონები, ზოგს მილიარდები მოუვიდა მე ცხოვრებაში, რაც ჩაიფიქრა. ამიტომ სწორედ თუ დაწერთ ამ პროგრამას, თქვენ ცხოვრებაშიც მოვა ეგ, ოღონდ უნდა იყოთ ამისთვის მზად და სწორედ უნდა დაწეროთ და გააკეთოთ, ხო? და უნდა იმსახურებდეთ კიდეც, ხა ყველას არ მოსდის ეგ ცხოვრებაში. აქ დამსახურებაში რას გულისხმობ? ხა ისეთ ვიბრაციებზე უნდა იყოთ, რომ ამის მიმღები იყოთ. იმიტომ რომ ყველას ცხოვრებაში ეგ ვერ მოვა. ყველას არ აქვს ის კარმული პროგრამა, რომ ეს მიიღოს. ამიტომ აქ ცოტა ისეთი საკითხია. უნდა იცოდეთ ვინ ხართ და რა გზა გაქვთ, მოკლედ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და რა კარმული მისია. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ვინც არ იცის თავისი ნატალური რუკა, პირადი რუკა, ის ცხოვრებაში არის ბრმად. ანუ არ იცის ვინ არის, არ იცის რა კარმული მისია აქვს და ამიტომ მიედება, მოედება რაღაცებს ცხოვრებაში და არ ესმის რატო ვერ იპოვა თავის თავი. იმიტომ რომ როდესაც თქვენ არ იცით თქვენი დაბადების თარიღი, ზოგადად რა კოდირების მატარებელია და რა ეგრეგორის მატარებელია, თქვენ მთელი ცხოვრება დაბნეული იქნებით, იმიტომ რომ ვერ მიხვდებით ვინ ხართ. ამიტომ არის აუცილებელი რომ იცოდეთ თქვენი პირადი რუკა. თუ არ გაქვთ ჯერ შედგენილი, რას უცდით და რას ელოდებით, არ ვიცი. პირადი რუკა, ბედის მატრიცა, პითაგორას კვადრატი, ყველა სერვისი ჩვენ გვაქვს. თუ გსურთ შედგენა, მოგწერეთ, ჩვენი WhatsApp-იც მითითებულია ჩვენს გვერდზე. თუ გინდათ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩემთან და სიღრმისეულად რომ ჩავშალოთ მოკლედ ის კითხვები, რაც გაქვთ, კონსულტაციაზე ჩაწერათ შეგიძლია. შეგიძლიათ
ხო. 1 საათიანი კონსულტაცია გვაქვს სტანდარტულად, მაგრამ 2 საათიანიც გვაქვს ხოლმე და 3 საათიანიც კი მქონია და 4-იანიც, ამიტომ გააჩნიათ თქვენს кейსზე, ხა რა გაინტერესებთ. უბრალოდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ რამდენი საათიანი კონსულტაცია გინდათ და რა თქმა უნდა წინასწარ თან ხდება თარიღი და დრო, ხო, მეც რომ მეცალოთ და თქვენც რომ გეცალოთ. ამიტომ ეს დეტალები, ვისაც გაინტერესებთ, ვინ ხართ, რა პროფესია შეგეფერებათ, რა კარმული მისია გაქვთ და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე მომმართეთ და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, მეგობრებო. იმიტომ რომ რამდენი ასე დაბნეული სული დავაყენე სწორ გზაზე მართლა და მე მადლობებს წერენ 2 და 3 წლის შემდეგ, რომ აი მარიამო, აი ამიხილე თვალებიო ბევრ რაღაცაზე და აი მართლა გულით მიხარია მსგავსი კომენტარები, იმიტომ რომ მე მინდა რომ ამ ინფორმაციით, როგორც მე ვისარგებლე ცხოვრებაში და სწორ გზაზე დავდექი ცხოვრებაში და ვიცი რომ სწორ გზაზე ვარ, სწორედ ასე მინდა რომ თქვენც იცოდეთ რა არის თქვენი გზა, რა არის თქვენი სწორი გზა, ეს მნიშვნელოვანია პრინციპში და მე მინდა რომ თქვენ დაგეხმაროთ. მაგრამ ეს თქვენზე ხა გინდათ თუ არა რომ ეს დახმარება მიიღოთ. ზოგს არ უნდა მაგალითად, ზოგს უნდა და ვისაც უნდა ის მოდის კონსულტაციაზე. ეხლა ხანს იყო ბოლო ზარი და ვისაუბრე კიდეც გადაცემაში პროფ ორიენტაციაზე. თუმცა რა თქმა უნდა დარებით ისე მოკლედ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ საეთერო დრო ისეთია, რომ უნდა ჩაეტიო რა თქმა უნდა, ხო? აი პროფ ორიენტაცია პროფესიის არჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მოხდეს ამ რეინკარნაციაში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არ არის იმ სფეროში, რა სფეროში შეიძლება მისი ენერგეტიკა მისი სული, მისი აურა რეალისტეს, მე ის იტანჯება, შეიძლება რაღაც დაავადებები დაემართოს, ხო, ფსიქოსომატიკა. და ვერ მიდის წინ და არ აქვს ის შემოსავალი, რაც მას უნდა. ანუ ფინანსური ბლოკები აქვს მე. ამიტომ პროფ ორიენტაციას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში, რომ თქვენ სწორი პროფესია აარჩიოთ. ეხლა მე რა სფეროებშიც ვარ, ანუ არ ვარ ერთ სფეროში მხოლოდ, ეს ჩემი სფეროებია პოტენციურად, მე გამოთვლილი მაქვს და დიდ ბედნიერებას ვგრძნობ ამ სფეროებში, რომ ვარ, ხო? ამიტომ თქვენც უნდა იცოდეთ რა სფეროებია თქვენი. არ არის აუცილებელი ერთი სფერო იყოს, აი არც ერთ ადამიანს არ აქვს მარტო ერთი სფერო კარმულად. 3, 4, 5 სფერო არის პოტენციურად, რაც შეგეძლიათ რომ ასე ვთქვათ აითვისოთ ამ რეინკარნაციაში. ხო, რასაც შეიძლება მიყვეთ. და თუ შეგიძლიათ და გაქვთ მაგის ძალი და ღონე და ასე შემდეგ ნერვები, 3 და 4 სფეროც რო გქონდეთ, სავსებით რეალურია ჩვენ დროში, პრინციპში პარალელურად ბევრს აქვს ეგრე. უბრალოდ მთავარია რომ ეს 3-ვეც და 4-ვეც თქვენ შეგეფერებოდეს და იცოდეთ, რომ ეს მართლა პოტენციურად, ესე იგი კარმულად თქვენზე არის მორგებული ეგ სფეროები. შეგიძლიათ ერთ სფეროსაც გაყვეთ, რა თქმა უნდა, ხო, რომელიც ასევე თქვენ შეგეფერებათ, მაგრამ ამის გამოთვლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური ჰოროსკოპით. აქ ჩანს ხოლმე. და რა თქმა უნდა, ბედის მატრიცაც გვეუბნება ახლა, რომ აი რა სფეროებში შეიძლება ადამიანმა ფინანსური წარმატება ჰპოვოს მისმა სულმა ამ რეინკარნაციაში. ეს რაღაცა მთვარე მშულდოსანში რო ვარ, რაღაც ფილოსოფიისკენ მივდივარ. ძალიან. დავკარგეთ თქვენი კითხვები, თავიდან უნდა გადავტვირთო. ეს სასამთავროების ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ აი მიჭედავს ცოტა ტექნიკა. მე ხოლმე მქონია ამასთი შემთხვევა, რომ აი აბიტურიენტი მოვიდა კონსულტაციაზე და უშუალოდ რაღაცა სფერო ქონდა არჩეული და
არ იყო მისი სფერო, ხა რომ გამოვთვალე არანაირად და დაიტანჯებოდა იმ სფეროში და ვერც მიაღწევდა ვერაფერს და შევასრულებინი აზრი, ჩააბარა მე სხვა სფეროზე, რაც დაუჯდა პლანეტებით და აი მე მართლაც აი ფიდბექს ხომ მიბრუნებენ ხოლმე, მე მწერენ და აი მოუწევთ რომ აი ძალიან დიდი მადლობა რომ ეს სწორგზაზე დამაყენეთო, იმიტომ რომ აი მართლა მომწონს ეგ სფეროო და ვერც კი წარმოვიდგენდიო რომ აი ამ სფეროში რაღაცა წარმატებას მივაღწევდიო. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე უკვე სწორ ფაკულტეტზე ჩააბაროთ, თავიდანვე დრო რო არ დახარჯოთ უბრალოდ, ხო, ტყუილად. თავიდანვე რაღაცა სწორი არჩევანი გააკეთოთ. ამიტომ მსგავს საკითხებზეც კი ბატონო მაქვს ხოლმე კონსულტაციები და პრინციპში კონსულტაცია არის საკმაოდ კომპლექსური, ანუ ბევრ რაღაცას მოიცავს ჩემთან. აი ხა პროფორიენტაციაც არის, კარმის ანალიზიც არის, პირადი ჰოროსკოპის განხილვაც არის, პროგნოზიც არის, მოკლედ რასაც ვასწრებთ ამ ერთ საათში, რა ვიცი, მაქსიმალურად ყველაფერს ვამბობ ხოლმე და ნუ ეხლა ვინც ჩემთან ამყოფია კონსულტაციაზე, კი იციან ხოლმე, რომ აი რამდენ ინფორმაციას ვაძლევ, აი ამ მოკლე რაღაცა ერთ საათში ხოლმე. ამიტომ ხო, ესეც საკმაოდ გამოსადეგია. მოკლედ, ვინც აბიტურიენტი ხართ, ან თქვენი შვილი თუ აბიტურიენტია და ჯერ არ არის დარწმუნებული და უშუალოდ თავის არჩეულ სფეროში, ან საერთოდ ვინ არის და რა უნდა ამ ცხოვრებაში, რომ უშუალოდ გააკეთოს, იდეალურია თქვენთვის, რომ უშუალოდ გაიაროთ კონსულტაცია, იქ ვიცხალს ჩავშლით მე მაგ საკითხს. იმიტომ რომ რამდენი ადამიანია, რომ აი დაამთავრებს მაგალითად რაღაცა სფეროს, არ ვიცი, იურიდიულს მაგალითად და ამ დროს საერთოდ არა მისი სფერო და ტყუილა უგდია დიპლომი, რასაც ქვია და ვერ იყენებს ცხოვრებაში ვერაფერში, იმიტომ რომ არ არის მისი სფერო და არ მოწონს. და აქ არის დახარჯული დრო, ნერვები, ენერგია და ფინანსები, მე ტყუილად. და კიდევ ვთქვათ, ვის ეხება განსაკუთრებით, ხო, ეს სამსამთვარეობა, ეს არის მშვილდოსნები, თევზები, ტყუპები, ქალწულები. ანუ ცვალებადი ხარისხის ნიშნები. მუტაბელური ხარისხის ნიშნები ქვია. აი, განსაკუთრებით და ვისაც პირად რუკაში აქვს ამ ნიშნების გავლენა. და მეგობრებო, ვინც ახლა შემოვხედით, ვსაუბრობდი იმაზე, რომ გვაქვს ცისფერი სავსე მთვარეობა, 31 მაისს და 1 ივნისაც გრძელდება. და რა რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ესე იგი შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ამაზე ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ჩანაწერს შევინახავთ და შეძლებთ, რომ შემდგომში ნახოთ და ნუ ცალკეს დავდებთ, მერე სავარაუდოდ ამოვჭრით და დავდებთ აი ამ რიტუალის ვიდეოს, რომ დროულად ნახონ. ზოგადად მე ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, რომ ახალ მთვარეობაზე არის კარგი მანიფესტაცია, მაგრამ ეს გამონაკლისია, ეს ისეთი სამსამთვარეობა, რომ ეხლა უკვე პორტალი ღია არის მანიფესტაციებისთვის და ეხლა შეიძლება მანიფესტაცია. ეს გამონაკლისია. და რაც შეეხება კიდევ იმას, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, ეხლა სულ ვიმეორებ ხოლმე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. არ არის კარგი კონფლიქტები, არ არის კარგი საქმეების გარჩევა, არ არის კარგი სერიოზული წამოწყებები ან დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სერიოზული შენაძენები და სერიოზული გადაწყვეტილებები. ოპერაციებიც არ უარგა სამსამთვარეობის პერიოდში, რა თქმა უნდა. ნუ თუ შეგიძლიათ გადადება, კარგია გადადება. ახლა თუ რაღაცა გადაუდებელია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩაიტაროთ. თავარია ცუდზე არის, ფიქრობთ, რომ მე ცუდი არ მანიფესტირდეს. მაქსიმალურად ვმედიტირებთ, ვლოცულობთ, ვართ მოკლედ აი ამ რაღაცა ჰარმონიულ, ფსიქოემოციურ და ენერგეტიკულ ტალღაზე. ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, მე ყველას გისურვებთ, რომ აი ამ 2028 წლამდე მოკლედ შეგეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და რაღაცა ის კარმული ვალებიც გაისტუმროთ, რაც გაქვთ ხო, თქვენი სული უფრო ამაღლდეს და განთავისუფლდეს და მოკლედ მოიზიდოთ ყველაფერი ის დადებითი, რაც თქვენ გინდათ. ამას გისურვებთ მეგობრებო და რა თქმა უნდა შევინახავთ ახლა ამ პირდაპირ ეთერის ჩანაწერს.